მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს. ჯერ არ დაბადებულა ბრძენი ადამიანი, რომელსაც გაახალგაზრდავება მოუნდებოდა. ციტატის ავტორია მე-17-მე-18 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ირლანდიელი მწერალი ჯონათან სვიფტი. ჩემი მიერ შერჩეული სხვა ციტატებისგან განსხვავებით, სვიფტის ციტატაში ძალიან ცხადი აზრი დევს. თუმცა ამ ფრაზის პარადოქსი ის არის, რომ გაახალგაზრდავებაზე ბევრი ადამიანი ოცნებობს, მაგრამ თურმე ჯერ არ დაბადებულა ბრძენი, რომელსაც გაახალგაზრდავება მოუნდებოდა. სანამ გეტყვით დღევანდელი გადაცემისთვის ეს ფრაზა რატომ შევარჩიე, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ პოდკასტი ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. სინამდვილეში გაახალგაზრდავების სურვილი დროის მოტყუების სურვილია. დროის მოტყუების სურვილს კი სხვადასხვა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს და მაქსიმუმი, რაც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანებს მოუნდომებიათ, უკვდავებაა. ქართული ხალხური ზღაპრით დავიწყებ, რომელიც ალბათ ბევრს გახსოვთ, მიწა თავისას მოითხოვს, ასე ქვია ამ ზღაპარს. ერთ ქვრივ დედაკაცს ვაჟი ყავდა და როდესაც ბავშვი წამოიზარდა, დედას კითხა, მამა რატომ არ მყავსო? და დედამ უთხრა, რომ მამა მოგიკვდაო. მაშინ ყმაწვილმა გადაწყვიტა, რომ თვითონ არ მოკვდება არასდროს, წავა სახლიდან, იმოგზაურებს და უკვდავებას მოიპოვებს. ორი შემთხვევა ჰქონდა ამ მოგზაურობის განმავლობაში, როდესაც მას ძალიან ხანგრძლივი სიცოცხლე შესთავაზეს, ერთხელ ირემმა შესთავაზა, ერთხელ ყორანმა, მაგრამ ახალგაზრდა კაცს ძალიან ხანგრძლივი სიცოცხლე ეცოტავა. ბოლოს მიაგნო მზეთუნახავს, რომელიც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა და არც იცვლებოდა, არც ბერდებოდა, არც კვდებოდა და დარჩა მასთან. თვითონაც დაიწყო ბედნიერი ცხოვრება, თვითონაც ასაკი არ ემატებოდა, არც რამე აწუხებდა, არც ბერდებოდა. ცხოვრობდა ასე დიდხანს და ერთ დღესაც თქვა, რომ სახლში უნდა დაუბრუნდე, დედა უნდა მოვინახულო. უხსნის მზეთუნახავი, სად უნდა დაბრუნდე, 1000 წელია უკვე რაც ჩემთან ცხოვრობდა. დედაშენის ძულებიც აღარ იქნებაო. მაგრამ არა დაიჩემა ჭაბუკმა, წამოვიდა სასახლიდან, დაბრუნდა თავის სოფელში, მიაგნო თავის სახლის ნანგრევებს და იქ ნანგრევებთან ერთ წუთში დაბერებული და დაუძლურებული გარდაიცვალა. მზეთუნახავი თავიდანვე აფრთხილებდა ჭაბუკს, რომ კი ეძებ უკვდავებასო, მაგრამ ვერ შეიფერებ, იმიტომ რომ მიწა თავისას მოგთხოვსო. ასეც მოხდა. რა და როგორ მოსთხოვა მიწამ, არ ვიცით, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ჭაბუკმა ვერ მოისვენა, ამ ქვრივი ქალის შვილმა ვერ მოისვენა, სანამ თვითონაც მოკვდავთა დას არ შეუერთდა. უკვდავების ძიებასთან დაკავშირებით პირველი, რა თქმა უნდა, გილგამეში გვახსენდება, ურუქის სახელგანთქმული მეფე, რომელიც იყო რეალური პიროვნებაც და რომელიც ასევე არის მსოფლიოში პირველად შექმნილი ეპოსის გმირი. გილგამეში ძლევამოსილი მეფე, რომელსაც უახლოესი მეგობარი, უძვირფასესი მეგობარი ენქიდუ გარდაეცვალა, შეიპყრო შიშმა, სიკვდილის შიშმა აიტანა ეს მამაცი კაცი და ამ შიშის ძალით გილგამეშმა დატოვა თავის სახლი, დატოვა თავის ქალაქი და წავიდა უკვდავების მოსაძებნად. მთელი ეპოსის შინაარსი ხა არ გიამბობთ, მაგრამ გეტყვით, რომ დიდი მოგზაურობის შემდეგ გილგამეშმა გაიგო, რომ უკვდავება არ არსებობს, დარწმუნდა ამაში, მაგრამ იმდენი კი შეძლო, რომ სიცოცხლის აზრი დაინახა. ესე იგი, სიკვდილი ვერ დაძლია, მაგრამ სიკვდილის შიში დაძლია. მთავარი, რაც მოგზაურობით დაბრძენებულმა გილგამეშმა გაიგო, არის ის, რომ ის მართალია მოკვდება, სამუდამოდ ვერ იცოცხლებს, მაგრამ სანამ ცოცხალია უნდა იმოქმედოს, უნდა გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც მისი სიკვდილის შემდეგ დარჩება. გილგამეშიანი 12 დაფაზე არის დაწერილი და მე-11 დაფის ბოლოს გილგამეში დგას თავისი ქალაქის ურუქის კედელთან და ამბობს, რომ
აი ეს დარჩება ჩემგანო და მის მიერ აშენებულ ურუქის კედელზე მიუთითებს. ახლა გაგიმხელთ, რომ დღევანდელი ციტატა იმის გამო შევარჩიე, რის თქმასაც ამის შემდეგ ვაპირებ. 2025 წლის სექტემბერში გამოცემა Bloomberg-მა გამოაქვეყნა ჩინეთისა და რუსეთის სახელმწიფოების პირველი პირების სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის აუდიო ჩანაწერი, მოკლე ჩანაწერი, სადაც ისინი სიცოცხლის ხანგრძლივობის თემაზე ლაპარაკობენ. ჩანაწერში სი ძინპინი ამბობს, რომ ამ საუკუნეში შესაძლებელია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდეც კი გაიზარდოს. და პასუხად პუტინი ეუბნება, რომ ბიოტექნოლოგიების განვითარებით შესაძლებელია სხეულის სხვადასხვა ორგანოს გადანერგვა, მუდმივად გაახალგაზრდავება და უკვდავებაც კი შესაძლებელი არისო. ეს საუბარი მაშინ შედგა, როცა ორი სახელმწიფოს ლიდერი ფიქრობდა, რომ მიკროფონი გამორთული იყო. ამჟამად რუსეთში ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაფინანსებული არის 26 მილიარდი დოლარით და რომლის მიზანი არის სწორედ ტექნოლოგიების განვითარებით ჯანმრთელობის შენარჩუნება. ამ პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ვლადიმერ პუტინის შვილი მარია ვორონცოვა ხელმძღვანელობს. სიცოცხლის გახანგრძლივების მიმართ ერთპიროვნული ლიდერების განსაკუთრებულ ინტერესს ალბათ რაღაც ძალიან მყარი ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. თუ სწორად ვიცი, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ არასდროს დაუდასტურებია თავისი ინტერესი სიცოცხლის გახანგრძლივების პროგრამების მიმართ. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ძალიან მკაცრად მისდევს და ასევე არსებობს სხვადასხვა ადამიანის მოსაზრება და საგამოძიებო მასალებიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პროექტი ეს დენდროლოგიური პარკი და ასევე მისი სხვადასხვა ინტერესი შთაგონებული არის სწორედ აი სიცოცხლის გახანგრძლივების იდეით. ერთპიროვნული მმართველისთვის სიკვდილზე ფიქრი ალბათ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ქრივი ქალის ბიჭისთვის იქნებოდა ჩვენი ზღაპრის გმირისთვის, რადგან სიკვდილი არის უდიდესი დემოკრატიული ძალა. ხომ გვახსოვს მორის ფოცხიშვილის ცნობილი ლექსი, მაგრამ ადრე თუ გვიან მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან. როცა რომელიმე ბებიას უნდა რომ კიდევ იცოცხლოს, ალბათ ფიქრობს, რომ მინდა ჩემი შვილიშვილის გაზრდას მოვესწრო, შვილთაშვილებს მოვესწრო. რომელიმე უზომოდ მდიდარი ადამიანი კი ალბათ ფიქრობს, სხვებივი ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ ვიქნებიო, ვიღაც მათხოვართან ერთად თუნდაც სიკვდილში თანასწორობას არ შევეგუები და საჭადრაკო დაფაში პაიკთან ერთად ჩაგდებას არ დავთანხმდები არასდროსო. კიდევ სულ სხვა, როცა ადამიანი დიდი ძალაუფლების ფლობელია, როცა თავის თავს სახელმწიფოსთან აიგივებს და ფიქრობს, რომ მე თუ არ ვიქნები, ჩემ ქვეყანას მტრები დაჩაგრავენ და ამიტომ მე უნდა ვიყო დიდხანს, არ დავბერდე, არ დავოძულურდე. ერთ მმართველის ფსიქოლოგია ეყრდნობა კონტროლს. მან დაიმორჩილა მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, მედია, ხალხი და ერთადერთი, რაც ვერ დაიმორჩილა, არის დრო. და ხა ფიქრობს, რომ დროსაც რაღაც უნდა მოუხერხოს, რაღაცნაირად ამ დროსაც უნდა აჯობოს. ჰიბრისი, რომელზეც არაერთხელ მილაპარაკია, იმიტომ არის დაცემის წინა სტადია, რომ ჰიბრისით შეპყრობილი, გაამპარტამნებული ადამიანი ღმერთს თავს იმხრივაც უტოლებს და პირველ რიგში იმხრივ უტოლებს, რომ სიკვდილს არ ეგუება, მარადიულ სიცოცხლეზე ფიქრობს. მაგრამ ეს ტრაგიკული ფიქრია. სამყაროს კანონზომიერებას ვერავინ შეცვლის და დროს ვერავინ აჯობებს. 21 საუკუნეში გაახალგაზრდავების ტექნოლოგიები რა თქმა უნდა არსებობს, ტრანსჰუმანიზმიც არსებობს, როგორც კონცეფცია, რომელიც ამბობს, რომ ტექნოლოგიების განვითარება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას უნდა მოხმარდეს, მაგრამ უკვდავება არ არსებობს. ადამიანი მოკვდავია, რაგინდ უზარმაზარი ხეების ჭრდილში არ უნდა ცხოვრობდეს
ვერც სი ძინპინი 150 წელს ვერ იცოცხლებს და ვერც პუტინი უკტავი ვერ გახდება, თუნდაც 26 მილიარდი დოლარის ფასად. ახლა ჯონათან სვიფტის ციტატას დაუბრუნდეთ, რომელიც ამბობს, ჯერ არ დაბადებულა ბრძენი ადამიანი, რომელსაც გაახალგაზრდავება მოუნდებოდაო. დიდი სიბრძნე არც სჭირდება იმის ცოდნას, რომ სამყაროს მთავარი კანონზომიერება არის დინება, ცვლილებები, ძველის წასვლა და ახლის მოსვლა. მაგრამ ბრძენი ადამიანი სხვებისგან განსხვავებით არ ცდილობს დროის დამარცხებას. მან იცის, რომ დრო მასზე მეტია, როგორც გზა არის ყოველთვის მგზავრზე მეტი. მოკვდაობის მიღება კი იმის აღიარებაა, რომ ადამიანის შესაძლებლობები არის შეზღუდული. ძალიან მდიდარი ადამიანი, მით უმეტეს დიდი ძალაუფლების მქონე, არ იღებს, ვერ ეგუება საკუთარ შეზღუდულობას და ამიტომ ვერ ეგუება მოკვდაობის იდეას. ასე იყო გილგამეშამდეც, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მე-17 საუკუნემდე და ასეა გილგამეშიდან დღემდე. გამოდის ბრძენ ადამიანსა და რომელიმე ერთპიროვნულ მმართველს შორის განსხვავება, თავარი განსხვავება არის მათი დამოკიდებულება დროის მიმართ. ერთპიროვნული მმართველი ებრძვის დროს, იმიტომ რომ უნდა შეინარჩუნოს სიცოცხლე, შეინარჩუნოს სიმდიდრე, კონტროლი, ხოლო ბრძენი ადამიანი დროს უფრთხილდება, რადგან გილგამეშის არ იყოს, იცის, რომ თვითონ მოკვდება, მაგრამ მის შემდეგ დარჩება მისი საქმე, კეთილი საქმე ან ბოროტის საქმე, დარჩება მისი სახელი, კეთილი სახელი ან ბოროტის სახელი. ეს სიტყვები აქ და ახლა შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში კაცობრიობის კულტურის ისტორია ადასტურებს, რომ დროს მხოლოდ მანაჯობა, ვინც დროს არ ებრძოდა, ვინც დროს უფრთხილდებოდა და ცდილობდა, რომ შეექმნა იმ დროში, რაც მისთვის სიცოცხლისთვის იყო გამოყოფილი, რაღაც თავისზე მეტი, რაღაც ისეთი შეექმნა, რაც მისი სიკვდილის შემდეგ დარჩებოდა. შეექმნა რაღაც თავის თავზე მეტად აღმატებული. ყველაზე მარტივი და ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითით დავამთავრებ. შოთა რუსთაველი მე-12 საუკუნეში გარდაიცვალა, მაგრამ ვეფხისტყაოსანი იცოცხლებს მანამ, სანამ საქართველო იარსებებს. დიახ, ზუსტად ასე იქნება. დღეს ამით დავასრულებ ჯონათან სვიფტის საკმაოდ მწარე ციტატაზე ლაპარაკს. ხვალამდე გემშვიდობებით და გიტოვებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად.